დღევანდელი ტრეიდის იდეა უხსნა, რატო შევედი ტრეიდში და რა დავინახე მარკეტზე. მოკლედ პირველ რიგში აუცილებელი სათქმელია, რომ all time highs-ზე, როდესაც არის მარკეტი, არასდროს არ არის მაღალალბათობიანი ტრეიდი, მით უმეტეს შორტი, მაგრამ რაღაცეები კარგად დაემთხვა და აქედან გამომდინარე, დღესაც სწორები ვიყავით მარკეტზე. მოკლედ პირველ რიგში შეგვიძლია რომ ნახოთ all time high გვაქვს გასუპული, liquidity გვაქვს აღებული. აზიაზე ქონდა კონსოლიდაცია, манипуляცია იყო ლონდონზე, მაღალ მხარეს და დისტრიბუცია სრულდებოდი ნიუ-იორკზე დაბლა. კიდე პლუს იქიდან გამომდინარე, რომ რეგულარი იყო შესავსები, საკმაოდ დიდი რეგულარი ქონდა დატოვებული რა. აქედან გამომდინარე დიდი time frame-ის ნარატივიდან გადავდივართ 1 წუთიანზე და აქ უკვე ძალიან მარტივი სეტაპი რა. ამერიკის გახსნა მაღლა ისროლა მარკეტი, აქ უკვე კონსოლიდაცია რო დაიწყო, ESC მაღლა და მაღლა ადიოდა. სხვათა შორის ამ მომენტებში ძალიან დაბალობათობიანი არის ხოლმე ტრეიდები, ანუ საპირისპირო პოზიციას როცა აპირებ ტრეიდში შესასვლელად, როცა ერთმანეთთან დაკავშირებული აქციები საპირისპიროდ მოძრაობენ, ცუდი შედეგი იდება ხოლმე საბოლოოდ. პირველ რიგში რა თქმა უნდა, რაც შეგვიძლია შევამჩნიოთ, რომ ძალიან დიდი რაოდენობით S&P გქონდა ჰაიზე, მაგას პლუს სტრუქტურა შეიცვალა და ბრეიქერ ბლოკი გააკეთა. სტრუქტურის ცვლილებაზე რიტესტზე მქონდა entry და order block-ის ადგილი რაც იყო, კარგად დაიცვა მარკეტმა, short term liquidity მოხსნა, ხელახლა შეიცვალა სტრუქტურა და აქედან საკმაოდ კარგი რეაქცია ქონდა უკვე დაბლა მხარეს მარკეტს. პირველი take profit იყო ეს ლოუები, აქთან რეგულარის 50%-იც უწევდოთ ფორსები, თან დისკაუნტის დონეც იყო და შემდეგ საბოლოო take profit-ი იყო უკვე ლონდონის ლოუ. აგვისტო ზოგადად რთული თუ ანუ ეხლა კი არ ეთყობა volatility-ს არც წინა წელსაც ძალიან ვოლატილობა იყო მარკეტზე. რაც შემიძლია გითხრათ ისევ და ისევ, ეს არის რომ ყველაზე კარგი სასწავლო დრო არის ეხლა ტრეიდინგისთვის. სხვები როცა ისვენებენ, შენ შეგიძლია ისწავლო და შემდეგ ათმაგად დაგიფასდება ეგ ყველაფერი. მოკლედ ტრეიდინგის მაღალ დონეზე შესასწავლად შემოდი ჩემთან Discord-ზე და იქ გასწავლი ყველაფერს დეტალურად.